მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც მეოთხე სიმკვრივის ოქტავები და ქვეოქტავები უფრო და უფრო აშკარა ხდება ამ მესამე სიმკვრივის რეალობაში. და ეს ყველაფერი ხდება აქ და ახლა, ერთ მომენტში, ერთიან სივრცეში კომპიუტერული თამაშის ანალოგიით, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სერვერი. თამაში ყველასთვის ერთნაირია, მაგრამ სერვერებია განსხვავებული. და აქ ყველა ერთვება იმ სერვერში, რომელიც შეესაბამება მისი ცნობიერების მდგომარეობას, იმ სიხშირეს, რომელზეც ის ვიბრირებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია დავინახოთ და შევიგრძნოთ ერთმანეთი მაშინაც კი, თუ დედამიწის სხვადასხვა სერვერზე ვართ. ერთ სერვერზე სივრცის ფორმა ერთია, მეორეზე კი განსხვავებული. და ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს შინაგანიდან გარეგანამდე. ეს ერთიანი ღვთაებრივი თამაში ახლა იღებს თავის განახლებას. ის გადადის მესამე სიმკვრივის მდგომარეობიდან მეოთხეში და ეს პროცესი დასრულდება მეხუთე სიმკვრივის დონის ოქტავებით. ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მეოთხე სიმკვრივეში კაცობრიობის სრულფასოვანი გამოცდილებით, გავხდეთ გალაქტიკური ცივილიზაცია, ან დაუყოვნებლივ გადავიდეთ მეხუთე სიმკვრივის ენერგოსინათლის ხარისხში. თუმცა ერთი რამ ნამდვილად გარდაუვალია. სამყარო აუცილებლად შეიცვლება გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურიდან იდეოლოგიურ და კულტურულ პარადიგმამდე. ჩვენ გადავდივართ დავიწყების, უმეცრებისა და განცალკევებულების მდგომარეობიდან გახსენების, სინათლისა და ერთიანობის მდგომარეობაში. სად და რაშია ჭეშმარიტება? ყველასა და ყველაფრის უსასრულო მრავალგანზომილებიანობაში. შემოქმედის ცნობიერების ერთიან წერტილში, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. რომელ სერვერზე ხარ შენ?